პარტია ანადოლიძე ხალხისთვის 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე დღეს პარტიის ლიდერმა ანადოლიძემ გააკეთა. მან მოახლოებულ არჩევნებს მსხვერპლშეწირვა უწოდა და თქვა, რომ ამ პროცესში ჩართვა გაუმართლებელია. ჩვენ არ მივცემ საშუალებას ჩვენი ქვეყნის დროებით ადმინისტრაციას, რომელიც საკუთარ თავს ხელისუფლებას ეძახის, რომ შეიქმნა სალაპარაკო საერთაშორისო ასპარეზზე, რომ მან ნორმალურად ჩაატარა არჩევნები. ამის პარალელურად ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ის რაც არის ადგილობრივი არჩევნები, არის რაიმე ფორმით ბრძოლა, ვინაიდან ჩვენს წინაშე არ არის რაიმე მსგავსება შეჯიბრებითობის პირობებისა ადგილობრივ არჩევნებზე. აქეთა მხარეს ვართ უწრფელი, მებრძოლი, შეურიგებელი ხალხი, მაგრამ მეორე მხარეს არის ჩაგვრა, რეპრესია და სასამართლო კლანი, რომელიც ამართლებს ამას ყველაფერს და რომელზეც დგას ქართული ოცნების ხელისუფლება. ამ პირობებში არ მგონია გამართლებულად საკუთარი მომხრეებისა და ამომრჩევლების გაყვანა ამ მსხვერპლშეწირვაზე. ანადოლიძე ამბობს, რომ არც ბოიკოტის კამპანიას უერთდება. მისი თქმით, ახლა ყველა ორ ძირითად მოთხოვნაზე უნდა კონცენტრირდეს, რაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოიცავს. პარტია ხალხისთვის მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ ვუერთდებით ბოიკოტს. ქვეყანაში არსებული აპათიური განწყობის პირობებში მიგვაჩნია, რომ რესურსების დახარჯვა, დროისა და რესურსის დახარჯვა, რომ იარო, სოფელ, ქალაქ და ადამიანებს მოუწოდო რაღაც არ გააკეთონ, არასწორია, რომ ხალხმა, როგორც ყოველთვის, ისედაც ძალიან კარგად იცის, სად არის სამართალი და სად არის უსამართლობა, და რომ ამავე დროს ჩვენ არ უნდა ავწდეთ იმ მთავარ მიზანს, რასაც ქვია ევროპაში გაწევრიანება და ამისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სამართლიანი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ეს უნდა იყოს მიზანი, რაზეც ჩვენ კონცენტრირდებით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამ დროისთვის მონაწილეობის შესახებ სამმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა: ლელო ძლიერმა საქართველომ, გახარიამ საქართველოსთვის და გირჩმა. მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას ანადოლიძის გარდა გამორიცხავს კიდევ 8 პარტია: ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, თავისუფლების მოედანი, გირჩი მეტი თავისუფლება, დროა, ევროპული საქართველო, ფედერალისტები და ახალი. მათ 19 ივლისს გამართულ აქციაზე საზოგადოებას ერთობლივი სამოქმედო გეგმა გააცნეს და განაცხადეს, რომ საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებენ. მიზანი პოლიტიკური ბრძოლის მთელ ქვეყანაში გაშლა.